მოგესალმებით მეგობრებო და ჩემი ჯგუფის გამომწერებო. აი წინაზე რომ დავასხეთ თვითწევრებადი, გამოვიდა ესე ხარისხინათ არც ერთი ბზარი არ ქონა. დავუგრუნდეთ, წავასვით წებო და დავიწყეთ ახლა დაგება. ეს გაყვანილი არის ცენტრი ახლა. ახლა ვაკეთეთ ჭრებს მოყვებით ორივე მხრიდან გვერდებზე. აი ესე ეკეთება რბილი ატაკის ფილები, ეს არის სპეციალური წებო. ფაქტიურად წებოს თუ დაკვირდებით, არც ეთყობა, ეს არის ფიქსატორი წებო, ემულსია გერმანული და რა აქვს ამას ოპერატესობა ამ წებოს, რომ შრება ახლა ქრება. ფილას რო ვაწევთ, თუ დაგჭირდათ გასწორება, ფილის შესწორება, შეგიძლიათ შეასწოროთ, პრობლემა არ არის, ხოლო ამის შემდეგ უკვე, ესე იგი, მაგალითად თუ გავიდა 3 წელი ან 5 წელიც რომ იყოს გასული და დაგჭირდეთ ნებისმიერ დროს ერთი ფილის ამოცვლაც კი, ანუ წებოვნება იგივე შენარჩუნებული იქნება და შეგიძლიათ ჩეულებრივად ამოიღოთ და ჩააწებოთ მაგიერი ფილა. თუ რამე გექნებათ შეკითხვები ბილი იატაკთან დაკავშირებით, თვითწორებასთან დაკავშირებით, აი ეს არის თვითწორებადი გერმანული ხარისხის კვადრატი ერთი მასალა თავისი ხელობით ჯდება 40 ლარი ბატონო. არის სუფთა ცემენტის ბაზაზე. გამოდის ძალიან კარგი, ძლებს ძალიან დიდ ხანს. და რავი, ძალიან ყველა კმაყოფილი აბსოლუტურად კლიენტები ვიყენებთ როგორც პატარა ობიექტებზე, ასევე დიდ ობიექტებზე. თუ რამე შეკითხვები გექნებათ, ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და ნებისმიერ შეკითხვაზე ამოწურო პასუხს გაგცემთ. მადლობთ ყურადღებისთვის.